მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 50,000 ლარი გამოიყო. გადაწყვეტილება დღეს საკრებულოში საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხდომაზე მიიღეს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ეს თანხა პირველ ეტაპზე ცენტრის ამოქმედებისა და ხელფასების გასაცემად არის საჭირო. ჯაბა სამუშაოს განმარტებით ფინანსების მოძიება ტენდერების შედეგად დაძაბული თანხებიდან მოხდება. საკრებულოს ოპოზიციაში კი ფინანსების ამ მიმართულებით ხარჯვას მიუღებლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ცენტრის დასაფინანსებლად მმართველი გუნდი ბევრად მეტი თანხის გამოყოფას გეგმავს. ეს ცენტრი არის თბილისის მერის მიერ დაარსებული და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მისი დაფინანსების წყარო უნდა იყოს საბიუჯეტო, ასე ვთქვათ, სახსრები. აქედან გამომდინარე, მოიძებნა ეკონომიებიდან, მოიძებნა დაახლოებით 50,000, რომელთაც მოხდა პირველ ეტაპზე ამ ცენტრის დაფინანსება. უმრავლესობის ბევრი წევრი ამბობდა, რომ ბიუჯეტიდან თანხები არ იქნებოდა გადარიცხული. ჩვენ ვიძახდით, რომ ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება და ეხლა მხოლოდ მარტის თვეში უკვე 50,000 არის გამოყოფილი ცენტრისთვის. ბაგეშვის დაუნტკიცეთ უკვე მოადგილე, პირველი მოადგილეები და აღნიშნული თანხა იხარჯება მხოლოდ მისი კომფორტის მოსაწყობად, 33,000 კი არ მარტთვის ხელფასი. გაურკვეველია საიდან მოაქვს ეს თანხა. მითითებულია, რომ მოაქვს რაღაც ეკონომიიდან. თუ ეკონომია არსებობს, რომელიმე მუხლში, მისი გამოყენება შეიძლება და არსებული პროექტების პირობებში და ხელების გადაგრეხვით ჩადის ამ საქმეს ნარმანია და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ეს მას არ გამოადგება.